შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია უცხოურ გავლენებთან ბრძოლას აგრძელებს. დონალდ ტრამპმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ამჯერად ამერიკულ უნივერსიტეტებს დაავალა. ბრძანება ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებები ვალდებულნი ხდებიან უცხოური დაფინანსების წყაროები დაესახელონ. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დასრულდეს უცხოური დაფინანსების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისაგან და დავიცვათ ამერიკის სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისაგან. ტრამპს გადაწყვეტილება ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა მოუწონა. როგორც თავად წერს, მისთვის გამჭვირვალობის მიმართ წინააღმდეგობა გაუგებარია. მაშინ, როცა ამერიკელმა სენატორმა თავის დროზე ქართული გამჭვირვალობის კანონის საჭიროება ვერ გაიგო და მისი მიღების გამო საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. მე დიდი ხანია ვმუშაობ იმისათვის, რომ უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებს და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? ტრამპის გადაწყვეტილებისა და ჯიმ რიშის კმაყოფილების კვალდაკვალ სახელისუფლებო პარტია კითხვას სვამს. რატომ არის დასაშვები ამერიკისთვის გამჭვირვალობა, საქართველოსთვის კი არა? პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის მოვლენებიც გაიხსენა. თუ როგორ დაარქვა ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩმა კანოს რუსული. ყალბი, ბრალდებები, სათავე იყო ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი, რომელმაც ჯერ მოახდინა სტიგმატიზება კანონპროექტისა და შემდეგ უკვე სხვადასხვა USAID-ის თუ სხვა ასეთი დღეს როგორც მას ამერიკის ხელისუფლება უწოდებს თაღლითი ორგანიზაციების დაფინანსებით, უკვე შემდეგ ძალადობრივი თავდასხმა იყო პარლამენტზე. ზუსტად აი ამ ხაზის წყალობით პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი ესწროლეს ადამიანს და ცოცხლად წავდნენ პოლიციელს. გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ იმის რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ამდენი წერია, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა. გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიცია მოკავშირე სენატორის გამართლებას ცდილობს. კვლავ ამტკიცებენ, რომ კანონი ამერიკისთვის კარგია, საქართველოში კი ვერ იმუშავებს. მათთვის საქართველოს და ამერიკის ინსტიტუტების შედარებაც არარელევანტურია. მერწმუნეთ ამერიკის მოქალაქეები გაცილებით უფრო მეტი სიკეთით სარგებლობენ ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. საქართველოში მიღებულ რუსულ კანონს გამჭვირვალობასთან არაფერი საერთო არ გააჩნია და არც გააჩნდა. ეს კანონი ემსახურება გამჭვირვალობის საბაბით რუსული პოლიტიკური ინტერესების გატარებას. ოპონენტების ამ პოზიციას მართველი გუნდი მათი პოლიტიკური მიზნებით ხსნის. კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ქვეყანაში შემოსული უცხოური ფული ოპოზიციის ინტერესებს ხმარდებოდა. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონით სპეკულაციას წერტილი უკვე დაესვა. სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის საუბრობდით მუდმივად ჩვენ და კარგია, რომ ახლა პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომელიც ერთ-ერთზე იმეორებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თავის დროზე ჩვენო ქვეყანამ მიიღო, ან ახლა მივიღეთ უახლოეს წარსულში, ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ინტერესები არის უმთავრესი. რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება ის, რასაც ჩვენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყო და ჯერჯერობით არის გაჩაღებული დეზინფორმაციული ომი. ის რომ რაც კარგია ამერიკაში, ის თურმე ცუდია საქართველოში. ის რაც დასაშვებია საქართველოში პოლიციელების მოლოტოვის კოქტეილებით დაწვა, ის დაუშვებელია ამერიკაში. ფინანსების გამჭვირვალობა როგორც მსოფლიოს გამოწვევა. ამ პრობლემასთან ბრძოლის მთავარი იარაღად სახელისუფლებო პარტია ძლიერ კანონმდებლობას ასახელებს. მსგავსი მიდგომა აქვს ტრამპის ადმინისტრაციასაც.